ღიმილის ბიჭები, აი ხა მივადექით თემას. ეროვნული სულისკვეთებით გაზრდილი ადამიანი, რა თქმა უნდა, ყოველთვის იქ იყო, სადაც მის ქვეყანას სჭირდებოდა. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ 17 წლის ბესო ჩუბინიძე აფხაზეთის ომში აღმოჩნდა. მოხალისეთ ბესო როგორც ყველა? კი, მე მოხალისეთ გავიპარე. ეს იყო 1993 წლის ივნისში ზაფხულში. აი, მინდა განახო. ეს არის ჩემი მოგონებების წიგნი, სხვა შორის მესამე წიგნია, რომელსაც ღიმილის ბიჭები დავარქვი. ეს ჩემი ბატალიონია, რუსთავის ბატალიონის ბიჭები. ეს მე ვარ. და სხვა შორის მინდა აქვე გადმოგცე საჩუქრად ეს წიგნი, იმიტომ მე ვიცი შენთვის რამდენად სენსიტიური ეს თემა და ძალიან სენსიტიური თემა, არა მარტო ჩვენთვის, ჩვენი მაყურებლისთვისაც, იმიტომ რომ ჩვენ გვენატრება აფხაზეთი, გვენატრება აფხაზი ხალხი და ჩვენ გვინდა შერიგება, რა თქმა უნდა. აი ამ წიგნში ავსახე იმ 17 წლის ბიჭის ისტორია, ოღონ ყველაფერი სიმართლე, ჩემო. აუ როგორ მაინტერესებს ამას, აი ხა სულ დამაჟრიალა ტანში. ესე იგი 17 წლის ასაკში ჩუმად მოხალისედ გაიპარე ომში. მაგრამ თუ იცოდი იარაღის ხმარება, თუ ქონდა გამოცდილება იარაღთან. კარგი შეკითხვა. კი, გაგიკვირდება ია და მე ვიცოდი იარაღის ხმარებას, დაშლა აწყობას და როგორ. რანაირად? კომუნისტების პერიოდში სამოქალაქო თავდაცვას გვასწავლიდნენ ჩვენ და ძალიან კარგი იყო ეს მე რომ მკითხო, აი ეს საგანი. იქ გვასწავლით კალაშნიკოვის დაშლა აწყობა, პირბადების კეთება, მაშინ ესეთ პირბადები კი არ იყო, ახლა რომ ჩაჯები? არა, რაღაცა. ხორთუმები, კი, პროტივაგაზები. ზუსტად ის რომ აი ეს ამოგეცვა 12 წამში უნდა მოგერგო. კი. 18 წამში უნდა დაგეშალა ავტო რაღაცა. კარგად სწავლობდი ამ სამხედრო საქმეს. კი ბატონო. შენმა მშობლებმა როგორ მიიღეს შენი ეს გადაწყვეტილება? ხო, ია, ეხა როგორი მარტივი საპასუხოა ჩემთვის და როგორი რთული წარმოსადგენია ჩემებისთვის. მოდი ვნახოთ როგორ გაიხსენებს ბესოს დედა ქალბატონი მაყვალა იმ ემოციებს, რაც 30 წლის წინ შვილის ომში წასვლისას განიცადა. ყველაფერი შედეგი ამ დამოუკიდებლობისა გახდა ისიც, რომ ერთ დღესაც რამდენადაც მე დედა ვარ და ახლოს ვიყავი ჩემ შვილებთან, მიუხედავად ამისა არ ვიცოდი ბესო ისე წავიდა ომში. ეს იცოდა მარტო ჩემმა პატარა შვილმა, ბესოს საყვარელმა ძმამ ლევანიმ და თავისმა მამამ. მე არ მითხრეს, მაგრამ მე მაინც გავიგე გამბავი. აი ვერ გადმოგცემთ, მართლა ვერ გადმოგცემთ, შვილო როგორ ვინერვიული. ჩემი მეუღლე ყოველთვის სამსახურიდან გამოუვლიდა ხოლმე თავის ორ შვილს და ერთად მოდიოდნენ. ერთ დღესაც მარტო ორნი დავინახე. რაღაც გულმარეჩხი მიგზნო. ბესო სად არის? გავახე კარები. დამოჯებულები, რაღაც ფერშეცვლილები ორთავ მამაშვილი პატარა ბიჭებს საუბრობ. და მე მითხრეს ახლა ბოლოს და ბოლოს რა ბარა იქნებოდა. რაც ბესო ომში იყო წასული, ჩემს სახელს ღიმილი არ ქონია არასოდეს. მუნთ მართლა შვილი. ბესო, ღმერთმა გადაგარჩინა ბევრ მომენტში ომის დროს? მე ღმერთის გარეშე რო არც კარგი არსებობს და არც ცუდი, ეს ერთი ცოდვილი მართლმადიდებელი ვამბობ ამას მე. კი, ბევრჯერ გადამარჩინა მე ღმერთმა, ბევრჯერ გამომიგზავნა თუნდაც ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველაზე კრიტიკულ მომენტში ზრუნავდნენ ჩემზე, თუნდაც ომის დროს. აქ ბევრი ეპიზოდი იყო. ისეთი შემიძლია ერთიც გავიხსენო. ვაშკაცი კახელი კაცი რა. სუსლიკას ვეძახდით. ახლაც სუსლიკა ქვია. შაქრო მათიაშვილი ღმერთმა კარგად ამყოფოს. მოვიკითხოთ შაქრო მათიაშვილი. მე მაქვს კონტაქტი შაქროსთან და იქ იყო ერთი ესეთი ეპიზოდი. კრაზანების ბუდეს ეძახდნენ ბიჭები, სადაც ბაზები ჰქონდათ, ტრის ბაზები რა, კონკრეტულ სახლებში, კონკრეტულ ლოკაციებზე. ტრის ბაზას როცა ამბობ. ვინ იყვნენ ამ ტრის ბაზაში? ძალიან არ მინდა ვთქვა, მაგრამ ნუ 30 წლის უკან ჩემთვის ტერი იყო ყველა ის, ვინც გუმისთვის იქით ამ მხარეს იდგა, რა კონკრეტულ მომენტშიც მე მომიწია ბრძოლა. ისინი იყვნენ რუსები. სამწუხაროდ ესენი იყვნენ აფხაზების და სხვა შორის დაქირავებული მეომრები. კი, მეომრები იქიდან აქვია ჩრდილო კავკასიის სამწუხაროდ იყო ეს ხალხი კი. და ეს იყო აი ის მომენტი რომ გადარჩენა რო ხდები რომ ვიღაცამ გადაგარჩინა ხო ხდები აი რო გრძნობ რომ შენ შეიძლება მომკვდარიყავი თუ ის ღმერთის გამოგზავნილი ადამიანი იქ არ აღმოჩნდებოდა შაქრო მათიაშ სუსლიკათი მოიხსენიებ მე იმიტომ რომ მთელი პერიოდი დღესაც სუსლიკას ეძახის მთელი კახეთი მასთან ერთად აღმოჩნდი მან წამიყვანა მე სანგარში აკოპში
და მასთან ერთად იმ პოზიციას ვამაგრებდით, თქვა რა პოზიციაზეც ჩვენ ვიდექით და მას რუსების მიერ გამოსროლილი რუსები თუ რა მნიშვნელობა მტრის მიერ გამოსროლილი ერთ-ერთი ესეთი რაკეტა რომელიც დღესაც შენახული მაქვს მინდა გითხრათ სამახსოვრო წამოვიღეთ ის გადამეფარა და მე რომ დღეს იმ რაკეტის დამსხვრევები არ მაქვს მაშინ ამხელა კი არ ვიყავ სუსლიკა როგორ გადაგეფარა ჯანიანი კაცი იყო და სუსლიკა რატო ერქვა აი მაგიტომაც ერქვა ზუსტად პირიქით ანტი ის ერქვა შემოbrunებული სახე და მე დღესაც მადლობელი ვარ ნებისმიერი ჩვენი ბიჭების და 21 წლის შემდეგ შენ და შაქრო იგივე სუსლიკა შეხვდით ერთმანეთს და ჩვენ შეგვიძლია ეხა ამ შეხვედრის ვიდეო ვნახოთ აბა მე ვინა წარმოვიდგინე ცოტა სუსტი გამოეპილია ეგრე გაწუხული კაფეტი აბა ბიჭი ახალგაზრდა 17 წლის ახალგაზრდა ბიჭი ჟურნალისტი 17 წლის ახალგაზრდა კომპიუტერი ეს უჩვენებს შეტა სავარცხოშაც მოხალისანა всё მესო მეორე ადამიანი მოკალი იცი რა არის ხა რო გითხრა რომ ვითვლიდი მე თქვი ესე რამდენი მოკდებოდა არ ვიცი მაგრამ იმ ეპიზოდში როცა ეს კრაზანების ბუდის განადგურება მომიწია ალბათ 7 იყვნენ დაახლოებით იმ კრაზანების ბუდეში გასაგებია ომია და ომში წესია ვიღაცა უნდა მოკლას მაგრამ არიან ადამიანები რომლებსაც შემდეგ ეს თავის მიერ მოკლული ადამიანების სიზმარში ესიზმრება და აწუხებენ მით უმეტეს 17 წლის ბიჭისთვის ეს ცოტა ვერ მოგატყუებია მე არ მქონია ეს განცდა არასოდეს არც სიზმარში დამსიზმრებიან არც ცხადში შევხვედრი ვარ თუ გინდა გაგიკვირდეს ახლა რასაც გეუბნე ცხადში შევხვედრი ხარ ადამიანს რომელიც უნდა მოგეკლა კი და რომლებსაც მე უნდა მოვეკლა კი აფხაზებს ცხადში შევხვდი წლების მე გაგიკვირდებოდა თბილისში შემოიღო რა სიტუაციაში შეხვდა ახლა უკვე შეიძლება ამ თემის თქმა იმიტომ რომ ბევრი წელი გავიდა იცი რა არის მე ვამბობ მე ადამიანი რომელიც ესროდა იმ ბიჭებს და ჩემი სიმართლე მქონდა და საბოლოო ჯამში ეს სიმართლე არის ერთადერთი და რეალური ის რომ აფხაზეთი ჩვენია ეს დაუწერელი აქსიომა ამას არ უნდა მტკიცება იმ აფხაზებს იმ ბიჭებს თავიანთი სიმართლე ქონათ ხელი ჩამოვართვით აი იმ ბიჭებს ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით მეგობრულად გადავკოცნეთ და რა ენაზე საუბრობდით სამწუხაროდ რუსულად. იმიტომ რომ მათ არიცოდნენ, ხო, მათ აბა შენ მეგრული არიცოდი და იმათ მეგრული ეცოდინებოდა. ხო, და არც ქართული არიცოდნენ სხვათა შორის, თუმცა რამდენიმე სადღერძელო, აი თვალწინ მიდგას საქართველოს სადღერძელო როდალიეს ბიჭებმა. და კიდევ ერთხელ გეუბნევ ესენი იყვნენ ისინი, ვისაც ჩვენ ვესროდით და ვინ ჩვენ გვესროდათ, კიდევ ერთხელ გაერთიანებული საქართველოს სადღერძელო დალიეს. შენ მტერს ამბობ და მე მგონი რომ ეს იყო რაღაცა ძალიან დიდი შეცდომა იყო უდიდეს და ჩვენ მტრები კი არა ჩვენ ძმები ვარ და ჩვენ ერთმანეთს უნდა გაუწოდოთ ასე დამთავრდა ის ჩვენი სუფრა მოდი ვნახოთ ამ თემის 300 ლარიანი კითხვა ახლა დაგისვამ კითხვას რომელზეც სწორ პასუხს შენი დედა გვეტყვის გახსოვს თუ არა როდის გაჩვდა დედამ პირველი ფოტოაპარატი და რა პირობით კი მახსოვს ია ეს იყო 1987 წელი. ეს იყო პირობა ესეთი, რომ უნდა დამემთავრებინა ის კლასი 5-ზე. მოდი ნახოთ ზარი ბაზი. ეს იყო ბესო 1987 წელს. თუ დაამთავრებდით სკოლას პირველ სემესტრი ხო თუ მეორე თუ რაღაც აღარ მახსოვს, კარგად 5-ზე. ეს პირობა გქონდა დადებული ჩვენ მაგ ფოტოაპარატის ყიდვის წინ. აბსოლუტურად სწორი პასუხია, შენ მოიგე 300 ლარი.